სალამი მეგობრებო, მე თაიფუნ დემირჯი ვარ. მეგობრებო, ყველას ახალ დღეში გულითადი სალამი, პატივისცემა და სიყვარული. ჩემს ლომებს, ვებხვებს, ბატონებსა და ფაშებს ისევ ჩემთან მოუყარეთავი. ჩემი ბავშვები ყველა მოვიდნენ. ეგა დილიდან ერთი ადგილით ვარ დაკავებული. ისეთი ბოლოს შვილებს კარგი სავარჯიშო ადგილი გაუკეთე. ყველას ძალიან მოეწონა ჩემი გაკეთებული კარი. შეაქეს კიდეც. ყველას ძალიან გმადლობთ ლამაზი შეტყობინებებისთვის. მადლობა თქვენ. იქ დიდმა ოსტატმა თაიფუნ დემირჯიმ თავისი შრომა და ძალისხმევა გამოავლინა. დედე, შესანიშნავი შედევრი შექმნა. ეხლა დღესაც ახალგალიას ვამზადებ. ეხლა ქალბატონი იზაბელი სახლშია. ძმაო, ბეწვის სვენის პერიოდი დაიწყო, როგორც ვიცით, ზაფხულია. ძალიან ბევრ ბეწვს ხრის. უთხარი, იზაბელი აღარ იქნება სახლში? ეს გოგო აქედან უნდა გავიყვანოთ. დილიდან უცხობდი მისთვის ადგილს. ეხლა ამამას გაჩვენებ. თასთუბრებიც ყავს. ულა ვიგარი, მოდი აქ, მოდი. კარიზმის ნამდვილი შვილი, ანატოლიის ნამდვილი შვილი, ვიგარი. როგორ მიდის? ძალიან კარგად. ნახე, უიგარი. ისეთი კეთილი გულითია ჩემი ძმა. ძმა სულ მირეკავს, ჩემზე არ კითხულობს. ძმა როგორ ხარ არ ამბობს. სუსლუ როგორ არის? სუსლუ აქვს აკვიატებული. სულ მირეკავს. სუსლუ როგორ არის? სუსლუ რას აკეთებს? სუსლუ ძალიან გიყვარს? დიახ. სინამდვილეში მხოლოდ სუსლუ კი არა, ყველა ძაღლი ძალიან უყვარს. ესე ძალიან მიყვარს. ხე პატარა ასაკში უნდა მოიხაროს. შენ უნდა მიხედო, პატარაობიდანვე უნდა ჩაუნერგო ეს სიყვარული, რომ გაიზარდოს და სიმდისიანი მოწყალე თაობა გაიზარდოს. შვილო, შენ ცოტა ემოციურად რეაგირებ, ხო? ძალიან გიყვარს ლეკვი, დილიდან მოყოლებული ყველა ძაღლი აიყვანა და რიგრიგობით ხელში ატარებს. ის მოკრივეა სხვათა შორის. აჩვენე შენი კუნთები. თურქეთის მესამე ადგილი დაიკავა. ბავშვს უსამართლოდ მოექცნენ. თორე პირველ ადგილს აირებდა, არა? მის წინ ისეთი ვინმე დააკენეს, როგორიც მე ვარ. ესეა, ბავშვს უსამართლოდ მოექცნენ. იმედები გაუცრუეს, მაგრამ მე შენ გენდობი. დაივიწყე თურქეთი, მსოფლიო ჩემპიონი გახდები, კარგი? არასდროს არ დაკარგავ მონდომებას. კარგი? შემდეგი მატჩი რო გექნება, თუ შევძლებ, მოვალ და გიყურებ. მაგრამ თუ სცემენ, მეც გცემ. კარგი? კარგი. ჩემო ლომო, ეხა მოდი გაჩვენებ გალიას. გამლამაც აიყვანა როკი ხელში, კიდე ბევრი საჩუქარი მიყიდეს. საჩუქრებსაც მალე გაჩვენებთ, მაგრამ ჯერ მოდით ჩვენს გალიას ვნახოთ. დამლა, შენ დააგვიანე. დიახ. ჩითირისთან დააგვიანე. ეხლა მეგობრებო, ნახეთ. ეხლა აქ ესეთი გალია ქონდა, იცით? ვიფიქრე, მისი უკანა მხარე გამოვიყენო, რატო? ეხლა აქ სისტემა გვაქვს. კიდევ თქვი, იზაბელი თვალცი მყავდეს, აქ შიდად ხედავ და დიავ და დიდი გალია გავაკეთებ. მეტრი სადა, ვიგარ. მეთო. ვიგარ, ამ ადგილებს შეხედე, ნახე, მეტრი მიპოვე ერთი. შენ აქეთ შეხედე. რატო იცინი, ბიჭო? ჰა? მოიძიე ის მეტრი. გეტყვი ზომებსაც. ჩვენი მეტრი, ჰა, აქ ყოფილა, მოიცადე. მოусმინე ძმაო, ეხლა სიგანეს და სიგრძეს აგიხსნით ჩვენს გალიას. ასე პირდაპირაც გადაიგე, ზუბს უკანაზე ადადი. ვიგარ, ეს დაიჭირე ძმაო შენ. ბოლოში წადი იქით. რამდენია 3 მეტრი. ნახე, 3 აქედან, მიაკედან, 3 აქედან. ვიგარ, იქიდანაც დაიჭირე. დაიჭირე ძმაო. 3 იქიდან. აქედანაც 2.80. ანუ 3-ზე 3. 3-ზე 3. დიდი და ლამაზი გალია მოვაწყოთ აქ. შიგნიდანაც ასეა. აქ იზაბელის სადგომი დაუდე მისთვის. მის ქვეშ პალეტი დაუდე. ეხლა აქ კიდევ ერთი სავარძელი გვაქვს. სავარძელსაც მოუტან იზაბელს და აქ დაუდებ. ძალიან ლამაზი გალია გამოვიდა. ზემოდანაც ასე ბადეს დავადებ, რომ არ გადახდეს. იზაბელი ხო ყველგან ხტება და გარბის. აქაც ჯვრის ფორმის ზოლი დავამაგრე, რომ გალიას სიმყარე მისცეს. ლამად ხელი მასალა და ცოტა გადაიღუნა. ამასაც მოვაგვარებთ. მაგრამ ზოგადად გალია როგორია, მეგობრებო? ნახეთ, კარი ესეთი გვაქვს. აი ესეა, როგორც ხედავთ, ჯერ კიდევ არ გაგვიკეთებია ჩამკეტი. ძაღლებს იმდენად მოეწონათ, რომ სულ შიგნით შედიან და იქ ისხდებიან. განსაკუთრებით დედე და ნორა. მაგრამ ნახე, ესე რომ დავხურეთ, ეხლა მშვენიერია. იზაბელისთვის ლამაზ ვილას ვაკეთებთ, ხო ასეა? ჰა? ძალიან ლამაზია. კარგად დავაკეთეთ. მე არ ძალიან მომეწონა. მოგეწონა, ხო? მოიცადე. ის სავარძელიც ავიღოთ იქიდან. ჩვენი გოგო კარგად დაწვება იქ. ეხლა მოიცადე. ამას მარტო ავიღებ. მოიცადე. ხო იცოდით რომ კუნთიანი ვარ. ეხლა ეს ასე. იზაბელს იმხარეს რამე სხვა გაუკეთო. ჩემს აზრით იქ ძალიან ლამაზია. იქ კუთხეში გადავიტანო თუ აქ დარჩეს. ჩემს აზრით იქ უკეთესია. ის კუთხე, ხო?
ნორა, ჩემო გოგო, შენს მაშინვე მოხვედი. ზაღლები, ნახეთ? მაშინვე მიწაზე დაწვნენ, მეგობრებო. ნორა, აქ გაგიკეთო. იზაბელზე მეტად ის დაჭდა. ნორა, ისედაც სულ იმ გალიასთან მოდის. სავარძელიც დაუდეთ, აქედან აღარ წავა. ჩემო ლომო, გოგო. ჩემი გოგო პატარაც აქ შემოვიდა. ისიც იქა, მოიცადე გაიქეცი უგარი. წინ გადი, ყველა აქ ჩავკეტოთ. მოდი დედე. დედე არ მოვიდეს. კარგი, თუ გალიიდან გამოსვლა არ გინდათ, ყველანი აქ დარჩით, კარგი. კარგი ჩემო ლომებო, პრობლემურებო. თქვენ როგორია გალია ძმაო? 10-დან შეფასებას ველოდები. ახლავე. ამას ზემოთ ამხარე გაუკეთოთ. ამ ზემოთ ანაწილის ბადე ჯერ არ შეგვიდუღებია. მოდით ამათ შედუღება დავიწყოთ. ამის შემდეგ კი საჩუქრებზე გადავიდეთ. ეხლა პატარა შესვენება ავიგეთ მეგობრებო შედუღებისგან. იქ გავაკეთე, ეხლა კი საჩუქრები ჯერია. უგარი ამტკიცებდა ძმაო, შედუღებას თავი დაანებე, საჩუქრები გვაჩვენე. რასაკეთე ბიჭო, ვირის მტერიო. უჩი არესი. ჩემი ლომი ხარ, გაგიშვა პაშა. ქრესაც მეგობრებო ვეტერინარი გამოვიძახე. იცით, იმ ცვარზე გითხარით რომ ორსულად იყო. მუცელი ძალიან ქონდა გაბერილი. ულტრასონით შევამოწმეთ და სამწუხაროდ ორსულად არ აღმოჩნდა. მართლა ძალიან დამწყდა გული რომ ორსულად არ არის. ასე იდგა კიდეც. ცხოველი ცოტა ზედმეტად სუქანია. ამიტომაც ესე თქვა. მოდი დაჯექით. ეხლა მე თვალებს დავხუჭავ. სიურპრიზი იქნება. მოიცადე ნორა. თქვენ ორივე დაჯექით იქ. ეხლა ინტერესით ველოდები. ნურან, თითო-თითოდ მიეცი, თითო-თითოდ მიეცი. ეს პროჟექტორია? დიახ. ვის მოაფიქრდა ეს? კაცი ხარ, ძმაო, კაცი ხარ, ეს კაცია. ნახე? და ასეთიც მარტო ერთი არ არის. რამდენია? ვაუ, რამდენი იყიდეთ? მოიცადე, დედე, მოიცადე. შენთვის არაფერია, შვილო. ამჯერად საჩუქრები ჩემია, მოიცადე. აჰა, 3 ცალია. უი, დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. გარდა ამისა კიდევ ერთი ნატურაც არის. ეს რა არის? აჰა, საკემპინგე ლამპა. დაიჭირე ესენი, უგარი მოდი ახლა ესეც გავხსნათ. და ეგეთიც მარტო ერთი არ გვაქვს. აჰა, საკემპინგე ლამპა, დატენვადია. რამდენი გაქვთ? ოჰო, 2 იყიდეთ. დიდი მადლობა. ნახე, რამდენი დრეა ფერმაში ამ პროჟექტორის დაკენება მინდოდა, სწორედ ეს მჭირდებოდა. საგამოობით აქ ძალიან ბნელია ხოლმე. მართლა შესანიშნავები ხართ. ვაი ფუნძია კიდე მოგიტან ფასეთებს. დაიცადე ერთი წუთით. აღელვება. დაიცადე ერთი დამშვიდი წუთი, დამშვიდი. ეგრევე აჩვენებს. კიდე მოიტან. ნუ შეწუხდები რა. რაღა საჭიროა. ნუ შეწუხდები, ძმაო, დიდი მადლობა. მოდი ესენი დღეს კონტეინერის იქ დავაყენოთ, კარგი? ეს გჭირდებოდა, ნახე, ძალიან კარგი გამოვიდა. ის რა არის? ეს პატარაა, მაგრამ კარგი რამეა. ეს რა ხდება? ბარათის სამკითხავია. რა? ეს ბარათის სამკითხავია რა? დამტენი. დამტენი? დიახ. ეს რა დამტენია? ყველაფრის დატენვა შეგიძლია. ალბათ ეს დამტენია, ხო? მოდი ვნახოთ ესეც, მეხსიერების ბარათი. წამკითხველი, ყველაფერი აქაა. კიდევ რა არის? ერთი პარკის ავსეა. ეს მომეწონა. ეს შენთვის შემოდამა არჩია. დაიცადე, ცადო, აი ესენი. კარგი სუნამო. მამაკაცის სუნამოებიდან ეს ყველაზე მეტად მომწონს. მოდით ვნახოთ, როგორი რამეა. აიღე. მოდი ვნახოთ. ეს მხოლოდ სინათლის მიღებით არ ხდება. მართლა სუპერ სუნია, მსგეფიცები. მოდი, ბევრი შევისხურო ამით. მართლა საოცარი სუნია, ხარ ძალიან აქვს. მართლა ძალიან კარგია, დიდი მადლობა. ნახე, რაც საჭირო იყო, ყველაფერი აიღო. ეს რა არის? ბიჭო, გულს გამიხეთქავთ. მართლა გულს გამიხეთქავთ, ნახო. ის მეც ძალიან მომეწონა. საფულია ეს. ნახოთ, როგორი საფულია ესეთი. ბარათების ჩასადებია. ბარათების ჩასადებივით, არა? შიგნით ძალიან ბევრი ფული ეტევა. ფული ეტევა ძალიან ბევრი. ფული რატო არ ჩადე შიგნით მაშინ? არ ჩადე, ფული რატო არ ჩადე შიგნით? დიდი მადლობა, ლამაზი საფულეც ეგ გახდა ჩვენთვის. ჩემი აზრით ეს ძალიან მოგეწონება, თაიფუნები. რა არის? ეს დასაკეციდან, დასაკეცი დანა, ხო?
დასაკეცი დანა. ნახეთ, თქვენ ხო ყველაფერი მომიტანეთ, რაც მტირდებოდა. მხოლოდ ჩაკილი არა, საკეცი დანა. ო, შეხედე ამას. კიდე ლაზური დანა, ლაზიც იქვე ჩანს. დიდი მადლობა, კამარზე. მე არ ვიცი ეს რა არის. ეს კამარზე იკეთება, ნახე, რაც საჭირო იყო, ყველაფერი უყიდიათ, მართლა. ეს რა არის? მე არის სამჯერად ვიგარ. ის უიგარ მაიო. შვილო, ეს რა რბილია? რაღაც ნეხვითაა, რა არის ეს ესეთი? მოიცა ვნახო. დადე შიგნით, სწორე ყველაფერს დაგივარდება. ამჯერად ალბათ მამაჩემს მოეწონა. ეს რა არის? როგორც ჩანს, მამაჩემს ის მოეწონა. ეს ალბათ საკეტია, ხო, სია? დედა, ეს რა არის ესეთი? მგონი მამაჩემს ეს მოეწონა. შვილო, ეს ხო კაუჩია. მართლა არ ვიცი ეს რა არის. მგონი კაუჩია. ამით რა უნდა გავაკეთო? არ ვიცი. ეს შეულებრივი კაუჩია. მოიცა, უიგარ. კაუჩი ხო არის კიდე? კაუჩი ხო არ იყიდე? ეს რისთვის იყო? მართლა ეს მამა მომცა. მამა მოგცა? უიგარს არ მოსწო, შენ კი ამბობ რომ მამა ჩემა იყიდა. მართლა ასეა, ვიგარ. ალბათ კაუჩია. რისთვის არის, არ ვიცი, მაგრამ ვნახავთ და გავიგებთ. ჩემი აზრით, ეს შენი ძაღლის სადგომებისთვის გამოსადეგია. ამიტომაც იყიდა. ამით ძაღლის სადგომისთვის რას ვიზამთ? არ ვიცი. მე არ მომსვლი აზრად. ვინც იცის დაწეროს, ბოლომდე ვერ გავიგე რა არის. კაუჩია, მაგრამ რისთვის გამოიყენება არ ვიცი. ძალიან დიდი მადლობა თქვენი საჩუქრებისთვის. არაფრის. დიდი მადლობა, ძალიან გამახარეთ. სხვადასხვა მეგობრებო, ნახეთ. მადაც აქვს YouTube არხი. უიგარ დამლა ხო ქვია არხს. დიახ. იქაც არ წერაში ბულს დავამატებ. თქვენგან თხოვნა მაქვს, შედით და მათაც გამოიწერეთ არხი. მათი ვიდეოების ქვეშ დაწერეთო Pitbull ALS TV-დან მოვედით, ჩვენგან მისულ ყველას გული დაუსვით. კარგი? კარგი. კარგი? პირობას დებთ? კარგი ფიდები. ფიდებით გულებს დავუსვამთ. იქით წადით მეგობრებო, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. ეხლა ისევ გალიებში. წავიდეთ. წავიდეთ. ან მოდით პირველ შვილებს გაჩვენებთ, ნახოთ. სალამოა უკვე. დილიდან იქ ვუშაობ. დღესაც ძალიან ცხელა მეგობრებო. ვაჩვენოთ ჩვენი სავარჯიშო მოედის ბოლო მდგომარეობაც. წინა ნაწილი ჯერ არ დასრულებულა. იმ დღეს რეინა იქ დავტოვე. რეინა 5 წუთის შემდეგ იქიდან გაიქცა მეგობრებო. გაქცევის მიზეზი ის იყო, რომ ბოლოს ქვედა ნაწილი ღია დარჩა, სწორედ ამიტომ. ნახეთ. როგორ გამოვიდა ის ადგილი, რაც გავაკეთე? მე ძალიან მომეწონა. ლამაზია რა? საოცრად კარგია, ძალიან მომეწონა. ძაღლებს აქ გამოვუშვებთ. სავარჯიშო მოედანზეც იმ კარის ქვემოთ ღია დარჩა, ხო იცი? იატაკი დახრილია. ეხლა რო გამეთხარა დამეზარა. სინამდვილეში რო გამეთხარა ის ადგილი, იქ ყველაფერს გასწორებდი, მაგრამ ნახეთ, ეხლად გაკეთებული გალია რა ზუსტადაა გაკეთებული, ხედავთ? თავარია სურვილი მქონდეს. ნახე, აქაც ყველაფერი სუფთაა, ცოტა ქვებს დავყრით. სინაფხარესაც მოვაწყობს და მერე ძაღლები იქიდან ვეღარ გაიქცევია. მაჩვენე ეგ ლომები აქედან. ჩემო გოგოებო, რას აკეთებთ, არლი? გინდა გაგიშვა, შვილო. ხო, ლამაზო. გაგიშვებ. ეხლა გაუშვათ იაროს. კონჯუკ. კიდე შეიკრიბეთ, ბიჭებო. რა თქმა უნდა, მოგშივდათ, ხო? ხედავ ამ გუნდს. თუ არ მოშივდებათ, ჩემკენ არც კი გამოიხედავენ, იცი? კარგი, ბონჯუქსა და კარამელს უსამართლოდ ვერ მოვექცევი. ისინი მაინც ცოტა უკეთესები არიან. დანარჩენები ჩემკენ არც კი გამოიხედავენ. ისინი ეხლა გაგიჟდნენ. ბიჭო, სულ გალიერი დაგიბინძურებიათ რა. მან რა მდგომარეობაა, ბიჭო, ეგ რა არის? ჰექტორ მამას სიდიადე, ნახე რა. მაშალა ჩემს ბიჭს. ჩემი ლომი ხარ, ქარიზმის განსახიერება ხარ. დაიცადე, მარლა გაბრაზდება. ჰარლი, მოდი ჩემო ლამაზო. ჰარლი გამოვუშვოთ. მოდი, ჰარლის გაეცანით. მოდი. ჰარლი ნახე, ეხლა ხან ვიკიდეთ, ძალიან ლამაზია. როკი, გონიერად მოიკეცი. როგორ? თუ რამეს გააკეთებს? ან თუ სულ დამგლეჭს. ტაიფუნზბაო ნახე, არ მეშინია, მაგრამ ამის მეშინია. არა, ძმაო, არ შეგეშინდეს. ნებას მოგცემ რომ გიკბინონ. შეგიძლია მოეფერო მათ. მარლა. დასაკეთებ ჩემი ლამაზი. ჩემი ლომი გოგო ხარ. მოდი ცოტა ხანში ეს გალიების დავრეცხოთ. კარგად დაუსრიოთ, მეგობრებო. ამ გალიას ნახევარი საათი სჭირდება. მოდი ჯერ ეს მოვაგვარო. მერე მოვალ და გალიებს დავრეცხო. ამის შემდეგ კი, რეინა. დასაკეთებ ჩემი ლამაზო. არა, არ შეეხოთ მას. ამის შემდეგ კი ამ საჭველებს დავარიგებთ. ნახე, სად არის ჩვენი ის სხვარი? ძმაო, ეგ სხვარი როგორ არ აღმოჩნდა ორსული? მე ვერ ხვდები, მეგობრებო. საკმაოდ გასიებული ცხოველია, სეირნობისასაც უჭირს. ულტრაბგერით შევამოწმე, ბელი არ არის. ზუზუებით შევამოწმე, ცხოველი მსუქანია მითხრა. კითხე, მაშინ რატო უჭირს სეირნობისას? წონიდანაო.
ულტრაბგერით მარჯვენიდანაც შეხედა, მარცხენიდანაც ბელი არ გამოჩნდა. მეც იმედი მქონდა რა კარგი იქნებოდა, თუ ორსული იქნებოდა, მაგრამ არ გამოვიდა. არა უშავს იმედია შემდეგ ეტაპზე ჩვენი ვერძი უკვე ყავს და შეჯვარებაც მოხდება და ბელსაც მივიღებთ, მეგობრებო. ღმერთმა თუ ინება. კარგი პატარებო, გამონკვებავთ. მოდი ამათ ბალახი მივცეთ. მოდი. მოგამუშავებთ თქვენ, მოდი. მოდით ნახოთ. ესენი არ გაიქცნენ გარეთ. მოდით ამათ საჭველი და ბალახი მივცეთ. გაიქეცი ბონჯუკ. სწრაფად მოდით, უიგარ, მოდი. უიგარ, მოდი. უიგარი რო არის, შვიდათ ვარ, ყველა ძალს აკავებს. გაჩერდი, ვნახოთ. გაჩერდი, ბეიბი. თქვენ არ მოხვიდეთ, ჩემო პატარა. ძმაო, ის ზემოთ, სახურავზე დააწყვე. მომეცი, ან მე დავდებ. დაიცადე, ნახოთ. ისინი ახლა მოსვენებას არ მოგცემენ. მათგნებს გაუშვოთ. კარგი? მათგნებს გაუშვოთ. ბალახი მივცეთ. ხასაც უნდა მოვწველოთ. მოდი ბატკანო, მოდი. რა საკეთებ? რა მოხდა, მოგშივდა? ჰა, ჩემო პატარაო. დაიცადე, კიდე ცოტა ძეს მოგცემ, დაიცადე. ნახე, ის ჯაყვა ეხლა დამჭირდა მე. სად არის ის ჯაყვა? ჯაყვა ზემოთ დავდე თაიფუნ ძმაო. დაიცადე, ამათვის ახალ ბალას გავხსნით. ამ არამზადებს ბალა არ ყოფნით. თივის ბალა ბოლოს დავდეთ. ძალიან შეიყვარა ის. ბალებს ამთავრებენ. აქ სადღაც დანა იყო, ხო? უიგარ, ხას მოწველი. ა? კი, დაეზარა. 5-დან მუთიდან გამოვიღებთ. დაიცადე, თხები გარეთ, ნახე. მალე. თხები ისევ აქ შემოვიდნენ. მიდი გარეთ. მიდი. თხა გამოდი. ძმაო, იმგრეს ბალების დალაგებისას ამ თხებმა გადამრია, მეგობრებო. ხუმრობა არ იყო. ზემოდან ადიან, მოსვენებას არ მაძლევენ. აი, რა სუნიაზდის ბალახს. მაშალა. მოდი. უიგარ, შენ გააგდე ის თხები იქიდან. უიგარი გააკეთეს მაგ საქმეს. მოდით ნახოთ. კარგი, ვიცი რომ მოგშივდათ. იზადეთ. ეხლა ბალახსაც მოგცემთ. ბალახზე საკვებსაც გიყრით, მეგობრებო. ასე ჭამენ ამას. ვიღაცამ თქვა, ბალახის შეკვლის მწვერი უნდა მოაცილო. მოიცადეთ, ნახო. მოაცილე, მაშინ კარი დახურეთ. ქათმები არ შევიდნენ. მეც გავწმინდო. გაწმინდე, ჰე? ხედავ? პამუკი ცხოვრებს სულ ეს რქებით ურტყამს, მეგობრებო. ძმაჩემი ესე ბალახს მტვერს აყრის. ესე დაარტყი, მტვერი წავა. ვიღაცამ ასე დაწერა კომენტარებში. მისი მტვერი მოაცილე. თხებს ავად გახდისო, უთქვამთ. არა უშავს, ეს კარგი გამოვიდა. ეხლა ისინი ახალი შეგირდები არიან. ამათ 2-3 დღეს საქმეს ვასწავლი და მე დავისვენებ. მართლა გითხრა რამე ტაიფუნაბი, ალბათ ვეღარ გავიგებ სად უნდა დავიძინო, იმდენს მამუშავებ. ნახე, ხედავ, კიდევ ამბობს, მუშაობას მაძალებო. ბიჭო, ბევრი საქმე გააკეთეთ, ცოტა ხანში გალიებს დაასუფთავებთ. დაო, ცხოველები შენ გიყვარდა, ხო თქვი, მე ისინი მიყვარსო. აი, ჩემი ბონჯუკის ღირსება, გადაიგე ჩემი ბონჯუკი. გიხდება ჩემ შვილს. ბიჭულა, რა მოხდა? მოდი, მოგეფერო. მოდი. ბისმილლა. რა მოხდა? შენ მოგშივდა. მოგშივდა, ჩემო პატარა. გინდა საჭველი მოგცეთ? ა? დაიცადე, ცოტა ხანში კარამელს მოვწველი, კარგი ბეიბი. ცოტა ხანში მოვწველი, ჩემო პატარა. ეხლა ცოტა იაროს აქ, ჰაერი ჩაისუნთქოს. აქ ზედა დაგესურება. ზაღლების ფერმა. მოდი წავიდეთ, ნახოთ. დედე, ერთი დაგვაცადე, შვილო. როკი, არ შეხვიდეთ შიგნით. მაშინვე გამომკევით სწრაფად. მოდი, როკი. მეგობრებო, ეხლა მეორე დრიდან ვაგრძელებთ. გუშინ აქ არ დავამთავრეთ. საღამომდე დაგვრჩა. ამ ზედა ნაწილის ერთი ნაწილი დავამაგრე, მაგრამ კიდევ სხვა მხარეებია დარჩენილი. დიდი ალბათობით ზედა ნაწილს ძალიან ბევრი შესანით არ დავამუშავებ. როგორც ჩანს, მზისგან დამცავს დავამაგრებ. ეხლა პირველი საქმე ისაა, რომ ამ კარისთვის ურდულს გავაკეთებთ. გუშინაც ცოტა თვალი ამეწვა. საავადმყოფოში წავედი, დილით თვალი ჩამოვიბანე. თვალები ცოტა მაწუხებს, მაგრამ თქვი, ეს საქმე დღეს უნდა დასრულდეს. ხო, ეხლა სწრაფად ამ ურდულს მივხედოთ.
ბისმილლა. მოდი გენერატორი ჩავთვით. ეხლა მოდი ძმაო. აი ხრახნით ვაპირებდი გაკეთებას. რელი გაჭედილია. ვიფიქრე საერთოდ არ შევწუხდე შედუღება. ცადე ხრახნით ჩამაგრება, მაგრამ ეგეც არ გამოვიდა. მოიცადე, ნახოთ. ჩვენი საკეტი ეხლა იდეალურია, ძმაო. ჩვენი საკეტი იდეალურია. ყველაფერი რიგზეა, მეგობრებო. ეხლა ზედაც ცოტა რო გაგვეკეთებინა, კარგი იქნებოდა. ძმაო, თვალი შემეწვა შედუღება. მეტის გაკეთება აღარ მინდა, მეგობრებო. არ გამოვიდა იმ კუთხიდან. ასე ცოტა მოვიდა. ვასე. დაიცადე, ნახო. სწორ ფორმას გავაკეთე. რა უქნა? სხვა გზა არ არის. ეხლა ეს ზედა ნაწილები კარზე ედებოდა. ცადოთ ეხლა. ამას ძმაო, ზემოდან ცოტა მხარდაჭერა სჭირდება. ბრტყელი რკინა ქვემოთაა, ამიტომ. აი ესე იწელება, ხო? ეს ასე ზემოთ უნდა იყოს. როცა იწელება, ზედაბადე ეჯახება. ანუ აქ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დავაყენოთ ერთი ბოძი, მეგობრებო. თორე არ გამოვა. კარს ეხება, როცა აღებთ. ანუ კარი როგორც იქნება, ასე გაიგება. სინამდვილეში ასეაც საკმარისია. არა. ასეც საკმარისია სინამდვილეში. თითქოს თლიანად რო გახსნა გამოდგება. ასე სწორად ვიგეს, რა თქმა უნდა, უკეთესად გამოჩნდება. მოიცადე, შვილო, მოიცადე. ნატაშა. ეხლა. მოდი აქედან გადავიდე. ბეტონების ბოლოები წვეტიანია და სულ ადამიანს ჩხვლეტს. ამიტომაც რთულია. სინამდვილეში ეხა სანამ საქმეს გავაკეთე, მე დაფას გამოვწევ. აი ესე რო დგას, ნახე როგორ იწელება, დაინახე? სანამ საქმეს მოვაგვარებთ, სანამ ესენი შევადუგებთ, ასე იდგეს. შემდეგ მაგასაც მოვაგვარებთ. ეხლა სადუღარ შიგნით შევიტან. ნატაშა, გამოდი. გამოდი შვილო, ნახოთ. აი ახ წერდილად ვამაგრებ, რო არ გაიხსნას. ძმაო, ეხლა ზემოდანაც ყარად უნდა გავაკეთოთ. ამის მიზეზიც. ჩვენი იზაბელი მშვიდად არ დაჯდება. გაიქცევა. აი ამიტომ
შედუღებას არ უნდა უყურებდე თვალს მიჭრის. ჩვეულებრივ, ნიღაბი უნდა მეკეთოს. და ნიღაბსაც ვერ ხმარო ამჟამად. ამ ტკივილს მხოლოდ ის ადამიანები იცნობენ, ვისაც თვალი შედუღებისგან დაუწვავთ. როგორი ტკივილია ეს? ძალიან ცუდად ტკივა, მეგობრებო. მომაწოდე იქიდან ელექტროდი. აკას მზადა. კიდე რამდენიმე დარჩა იმას მეორე მხრიდან დავადუღებ ძმაო. ჰოი. ამ ცხელ ამინჩი ეს შედუღება საერთოდ არ კეთდება, იცი? ადამიანს სულს უხუტავს. ეხლა მამიკო, აქ როგორ გავხსნა? მოდი ნახო. აქაც საკმაოდ დაშორებულია. უნდა შევავსო. ეხლა ძმაო, მთლიანად დავასრულე შედუღება, პატარა ადგილები დარჩა, ზედმეტად აღარ დავძაბავ, მეგობრებო. თვალში მომხდა, იმიტომ. თუ კიდე უფრო დავძაბავთ, პრობლემა იქნება. ეხლა უკნიდან, გვერდებიდან, ყველგან დავადუღე, ის ადგილები მტკიცია. აქ უნდა გავჩათ. აქ ზედმეტი ნაჭერია, მე მოვარგებ იმ ადგილს. ეხლა ესეთი ბრეზენტი გვაქვს. ეს ბრეზენტის დიდია. ეხლა ვწდი, ნახოთ აქ როგორ გამოვა. მოდი ეს გავხსნათ, ძმაო. შვილო, რასაკეთებ ზეინა? გინდა ეს ადგილი მოგცე, ეს ადგილი. შვილო, შიგნით დივანიც კი ჩავდგი, ნახე? აქ ეხლა ლუქსია. მომძანდი. ეს იქიდა. ესეც საკმაოდ დიდია, ძმაო. ეხლა ძმაო, ეს ტენტი გადავაფარე. ეს ძალიან დიდია, მეგობრებო. ერთი მხარე ძალიან გრძელი გამოვიდა. ეს აქ არ ჯდება. ეხლა უბრალოდ საცდელად ვაკეთებ. აი ესე გადავაფარე ზემოდან, რომ ნახო როგორ გამოვა. არც კი გადავჭიმე. ძმაო, შემოდი შიგნით. აი ესე მშვენივრად გამოვიდა. ეხლა ცოტა ხანში ბაზარში წავალ. შვილო, მოდი. სად არის ჩემი ლამაზო? წასვლისას აქ დაგდოო? ხო, შვილო. ჩემი ცელკი გოგოები. მოვიც სინამდვილეში კარგად გამოვიდა. ეხლა ძირს ვართ, კარავი დავაფინეთ, ხო? ძალიან გრილა, ნიავი უბერავს. ძალიან კარგი გამოვიდა. თქვენ როგორ ფიქრობთ? აქ თეთრი ტენტი ვიყიდო თუ ლურჯი ტენტი ვიყიდო? თუ ჩაულებრივი ის მუქი მწვანე საჭდილობელი ვიყიდო, მეგობრებო? კომენტარებში დაწერეთ, როცა ბაზარში წავალ, ამის მიხედვით ვიყიდი. ზუსტად აქაური ზომაზე არ ვიყიდი, მაგალითად აქ 3-3-ზეა, იყოს 4-3-ზე. თუ ერთ მხარეს ასე ნახევრამდე დავხურავთ, მინიმუმ გვერდიდან შემოსულ მზესაც შეაჩერებს. ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, 10-დან 10 გამოვიდა, ეს ბოძი აქედან ავიღო? ავიღებ. რა თქმა უნდა, ზედა ნაწილის შედუღება დასრულდა, ხო? ზოგიერთი ადგილი ცალკეა, მაგრამ იქ ძაღლი ვერასდროს გახსნის მაინც. ზედა ნაწილი გადავახვიეთ, მშვენივრად გამოვიდა. ამის შემდეგ, კაბატონი იზაბელი აქ დარჩება? მართლა ძალიან მომეწონა. ჩვენს ხელებს გაუმალიოს. თქვენი აზრით, ამ გალიის გაკეთება რამდენი დაჯდა? კომენტარებში დაწერეთ. ნახე, რამდენი დაჯდა. მის გამოიჩნობს ვეტყვი რომ ხოჩახ. ეს ადგილი, რასაც ხედავთ, შეიძლება გარედან უბრალოდ გამოიყურებოდეს. არ ვიცი თქვენ როგორ გეჩვენებათ. ანუ რამდენი დაჯდა ვნახოთ, ვინ გამოიცნობს. მე ძალიან მომეწონა, მართლა ლამაზად გამოვიდა. ჯერჯერობით ამ გოგოსაც აქ დავტოვებ. მოდით ვსადოთ, ნახოთ, აქედან გაიქცევა თუ არა. როცა მოვედით, ეხლა გაქცევის ადგილი არ აქვს. მხოლოდ მიწის გათხრა მოუწევს. მაგრამ მართლა ძალიან მომეწონა. 100-ე. შვილო, არიჭირო, ჩემი ცელკი გოგოები ხართ. მოიცადე არა, შვილო, ნახე, 100-ე, დაგარტყამს, ნახე. მოიცადე, ესენი გარეთ გავიტანო, ძმაო. შვილო, შენ მოიცადე. 100-ე, გადი. 100-ე, გადი. 100-ე, გადი, შვილო, დაგესხმება, გამოდი. 100-ე, გამოხვალ. ნახე, ერთი თუდით მოიცადე. ეს სხვა ძაღლებთან არაურიო. ის ახალია, ნახე. ოი, შვილო, გამოდით იქიდან. გამოდი, კარგი. დამთავრდა, ზეინა. აჰა, შენ აქ დარჩი ასე, კარგი? 10 ხულიან შეფასებას ველოდები შენგან, ძმაო. ეხლა მე წავალ და ამ თვალებში წვეთებ, შავი წვეთებ. დიდი ალბათობით, თვალები კიდევ უფრო ცუდად იქნება, მაგრამ რას ვიზამ, ძმაო, რო დასრულდეს, ვეცადეთ.
კარგი, ძალიან მიყვარხარ თქვენ. არ დაგავიცლეთ ვიდეოს მოწონება და არსზე გამოწერა. კარგად იყავით, მშვიდობით. ჯანმრთელად იყავით, მეგობრებო.